ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი განხილვის დაწყებამდე მინდა განახოთ ვიდეო, რომელსაც შეეხება ჩვენი მსჯელობა დღეს და ეს არის ცნობილი რუსეთის პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი, მისი გადაცემა, რომელიც გადის სახელმწიფო მედიაზე. სოლოვიოვმა ახლახანს პუტინისგან პირადად მედალი მიიღო, ღირსების ორდენი თუ არ ვცდები, რომელიც მისი მოღვაწეობის ბრჭყალებში გამო მას მიენიჭა და გთხოვთ რომ ახლა ვუყუროთ ამ მის საკმაოდ მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ეთერს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მოხდა. Заниматься сейчас ни Сирией и ни Венесуэлой. Мы не должны терять наших позиций, но самое важное для нас наше ближнее зарубежье. Для нас гораздо болезненнее то, что происходит в Армении, чем то, что происходит в Венесуэле. Потеря Армении – вот это гигантская проблема. Проблемы в нашей Азии, Средней Азии, Центральной Азии, как ее называют, вот это для нас может быть гигантская проблема. И мы должны очень четко сформулировать наши цели и задачи. И мы должны объяснить. Игры кончились. Плевать на международные права, международный порядок. Если нам для нашей национальной безопасности необходимо было начать СВО на территории Украины, почему, исходя из тех же самых соображений, мы не можем начинать СВО и в других точках нашей зоны влияния? Может быть, нам необходимо сформулировать нашу национальную доктрину и четко сказать, какова наша зона влияния. И все будет понятно. Все будет понятно. Нам надо прекратить метать бисер перед свиньями и плевать, что считают в Европе. Нам надо прекратить жалеть украинцев. Жестокость, проявленная в первую неделю, привела бы к тому, что конфликта уже бы не было, и потери были бы гораздо меньше. Как с одной, так и с другой. ვლადიმერ სოლოვიოვის, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტის ეს გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელია. მეტიც, ეს გზავნილები გახდა ეხლა მთავარი განსახილველი თემა როგორც სომხეთში და სომხურ საზოგადოებაში, ასევე არამხოლოდ, მათ შორის ცენტრალურ აზიაშიც, საიდანაც ჩვენ ხედავთ პასუხებს, გინდ სომხეთიდან, გინდ ცენტრალური აზიიდან, ვლადიმერ სოლოვიოვის და არამხოლოდ რუსეთის ხელისუფლების სახელმწიფოს მიმართ. და დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრებთ, რას უკავშირდება ეს განცხადებები, რა შინაარსის მატარებელია, რა გზავნილებს მოიცავს, რა შედეგები შეიძლება იყოს და რა პოზიციები გააჩნია რუსეთს ამ რეგიონებში, ან რამდენად რეალისტურია მათ წინააღმდეგ რუსეთის მუქარები. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი არის და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არ ჟღერს მუქარა საქართველოს მიმართ. ერთი შეხედვით ეს კარგია, როდესაც ჩვენ ქვეყანას არავინ არ ემუქრება. მეორე შეხედვით კი, რატომ არ ემუქრება რუსეთი ჩვენ ქვეყანას და ემუქრება ყველა დანარჩენს პრაქტიკულად, ამ საკითხზე ასევე მოგვიწევს გარკვეული მსჯელობა და კითხვების დასმა უფრო მეტი, ვიდრე პასუხების გაცემა. სანამ გადავალთ უშუალოდ ანალიზზე, გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი არხის შემდგომი განვითარებისთვის და ხელს უწყობს ახალი ვიდეოების შექმნას ჩემს მიერ, დაწერეთ თქვენი კომენტარები არავის შეურაცხყოფის გარეშე, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა და უკვე გადავიდეთ თავად ანალიზზე და შინაარსზე. ეს განცხადებები პირველ რიგში უკავშირდება იმას, რასაც ამბობს სოლოვიოვი, რომ რუსეთი კარგავს გარკვეულწილად საკუთარ გავლენას იმ ეგრეთ წოდებულ გავლენის სფეროში, რომელიც მოსკოვში მოიაზრება როგორც მათი გავლენის სფერო. და ეს არის პრაქტიკულად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე. ნათელია, რომ სოლოვიოვის განცხადება ასევე ეხება იმას, რომ ვენესუელაში და სირიაში
რუსეთი კარგავს და დაკარგა უკვე გავლენები, მათ შორის შეგახსენებთ, რომ სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ და აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ესე იგი, პრო-რუსული და პრო-ირანული ასადი შეიცვალა და პრო-თურქული შარაა მოვიდა ხელისუფლებაში. მკვეთრად შემცირდა რუსეთის და ირანის გავლენები სირიაში და ეს, რა თქმა უნდა, იყო უზარმაზარი დარტყმა რუსულ გავლენებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ასევე არაბულ სამყაროში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, რუსეთისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი დარტყმა, თუმცა ბუნებრივია, რომ თურქეთს გაცილებით მეტი საშუალებები გააჩნია იქ ზემოქმედების, როდესაც საუბარია გეოგრაფიაზე, საუბარია მზარდ ისლამურ გავლენაზე, პოლიტიკურ გავლენაზე და ასე შემდეგ. სამხედრო ყოფნაზე, სად რუსეთი და სირია, სად თურქეთი, რომელიც საზღვარზე მდებარეობს პირდაპირ. და ჩვენ ხშირად საუბრობთ თქვენთან ერთად ეხლა ქურთებთან მიმდინარე პროცესები სირიაში და ძალიან კარგად ვიცით რუკაზე იქ რა მდგომარეობა არის. მეორე მხრივ ვენესუელაზე ასევე ჩვენ თქვენთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ და პრინციპში კონკრეტული ინფორმაციაც მოგაწოდეთ, რომელიც შეეხება იქ რუსეთის გავლენების დაკარგვას, მათ შორის ჩინეთის და ირანის გავლენებისაც მარტო რუსეთზე ნამდვილად არ არის საუბარი. შესაბამისად, გასაგებია, რატომ არის სოლოვიოვი ასე შეშფოთებული რუსეთის გავლენის შემცირებით, როგორც სირიაში, ასევე ვენესუელაში. თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ სომხეთის დაკარგვა მათთვის გაცილებით უფრო რთული საკითხი არის, ვიდრე ვენესუელის დაკარგვა. რატომ? იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ არის ბუნებრივად ლოგიკური განცხადება თავისი არსით, რადგანაც მათი ტერიტორიების ირგვლივ მყოფი გავლენის სფეროში ნებისმიერი სისუსტე გაცილებით უფრო მეტი საფრთხის მატარებელია რუსეთისთვის, ვიდრე შორეულ ვენესუელაში ცვლილებები, მაგრამ ამავდროულად მეტყველებს რეალობაზე, რომელიც ჩამოყალიბებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში. კერძოდ, უკრაინაში შეჭრის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშკარად გამოიკვეთა რამდენიმე ბანაკი. პირველი ბანაკი ეს იყო და არის რეალურად ბელარუსი და საქართველო. ერთი მხრივ ბელარუსმა გადაწყვიტა ღიად რუსეთთან შეერთების პოლიტიკა გამართოს და ერთობლივი ბელარუს-რუსეთის სახელმწიფოც გააჩნიათ ეგრეთ წოდებული საიოზნაე გასუდარსტვა. ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ შეარჩია, როგორც თვითონ ამბობენ, პრაგმატული პოლიტიკა, როგორც ოპოზიცია აფასებს პრორუსული პოლიტიკა, რომელიც რეალურად რუსეთთან ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავებას და პრორუსული ნარატივების იმ კუთხით წარმოებას, რომ ანტიდასავლური ნარატივების წარმოება ხდება, კავშირების შეწყვეტა და დაზიანება დასავლურ ქვეყნებთან, რასაც უკავშირებს რუსეთის მოთხოვნას ან პრორუსული პოლიტიკის წარმოების მაგალითს. ეს სამსჯელო საკითხი არის და მთელი ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკურსი ბოლო წლები ამას უკავშირდება. ამიტომ მე ჩემი პირადი მოსაზრება გამაჩნია, თქვენი პირადი და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, რომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გასაგებია, რომ ასთა სხვადასხვაობაც იქნება. უკრაინა არის ბრძოლის ველი, რომელმაც ასევე უზრუნველყო დანარჩენი 80% უკრაინის გასაგებად რუსეთის გავლენიდან გამოსვლა და მოლდოვას უსაფრთხოება მთლიანად, იმიტომ რომ საზღვარი არ გააჩნია მოლდოვას რუსეთთან. რა თქმა უნდა, შედარება იგივე მოლდოვასი და საქართველოსი არ არის სწორი. რატომ? საქართველოს გააჩნია საზღვარი რუსეთთან, 20% ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებულია, რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას როგორც ენგურზე, ასევე ახალგორში, ანუ ძალიან ახლოს თბილისიდან, ძალიან ახლოს ფოთიდან და ასე შემდეგ, რაც ქმნის ბუნებრივად საფრთხეებს ჩვენი უსაფრთხოების სისტემისთვის და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე პირადად არასდროს ვამბობ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არ არის არჩევანი. ჩემი შეფასება არის, რომ ქართულმა ოცნებამ ამ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში დააზიანა ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობები და ეს ბალანსი დავკარგეთ, რადგანაც მოკავშირეების გარეშე საერთოდ დაუცველი ვართ რუსეთთან მარტო თუ დავრჩით. და ამის მაგალითი საუკეთესო, ისევ ჩემი გამოცდილებიდან მე ეს ვიცი კარგად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი
დრო, ენერგია და ყურადღება მაქვს მიმართული ასევე სომხეთისკენ და შესაბამისად ვიცი, რას ნიშნავს სომხეთთან მოკავშირედ ბრწყალებში ყოფნა. უკაცრავად რუსეთთან მოკავშირედ სომხეთის, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში იყო რუსეთთან ძალიან ახლოს და ამის სანაცვლოდ რა მიიღო, ხო? გაძარცვული ეკონომიკა, ჩამონგრეული სახელმწიფო ინსტიტუტები, დასავლეთთან არარსებული ინსტიტუციონალური თანამშრომლობა, დაბალტექნოლოგიური ჯარი და კიდევ მრავალი კომპონენტი, ემიგრაციაში წასული მოქალაქეები, რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები, რუსეთის კონტროლი სახელმწიფოზე უშიშროების სამსახურების მეშვეობით იმავე ქვეყნის და ასე შემდეგ. სომხურ ეკლესიაში რუსული გავლენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თავარი მდგენელი ეგ არ არის, მათ შორის რუსეთისთვის საინტერესო იყო ყოველთვის ყარაბაღის კონფლიქტის არსებობა, როგორც კონფლიქტი, რომლითაც შეუძლია სომხეთის და აზერბაიჯანის манипуляციაც ორივე მხრიდან. მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით აღინიშნება სწორედ შეერთებული შტატების ძალისხმებით და პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ძალისხმებით, ასევე დავუფასოთ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბებული 2025 წლის 8 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ნაწილი არის რეგიონალური ლოგისტიკური კავშირების გახსნა, მათ შორის ტრიპის პროექტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთს, შემდეგ თურქეთს ერთ ლოგისტიკურ ბმაში და რომელიც აძლევს გასასვლელს თურქეთს, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის მიმართულებით. კერძოდ, მიმდინარეობს სერიოზული შეჯიბრი ცენტრალურ აზიაში გავლენებისთვის, რაზეც სოლოვიოვმა ისაუბრა, რომ კარგავთო ცენტრალურ აზიაში გავლენებს. ცენტრალურ აზიაში აზერბაიჯანის იგულისხმა, ეს შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანი ოფიციალურად შეუერთდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ფორმატს და თუ ადრე იყო C5, ანუ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ახლა აზერბაიჯანი ჯერ მიემატა როგორც +1, ანუ C5+1, ეხლა აზერბაიჯანი ყველგან აყენებს საკითხს და რეალურად ახლოს არის იმისგან, რომ იყოს C6, ანუ ცენტრალური აზიის 6 ქვეყანა, ანუ აზერბაიჯანს უნდა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანად იყოს მოაზრებული მათ შორის, ისე როგორც არის სამხრეთ კავკასიის ქვეყანა ბუნებრივად, ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა მაგალითად. ანუ ორმაგი როლი სურს. და ეს არის ძალიან საინტერესო მდგენელი, ასე რომ სოლოვიოვის განცხადება აზერბაიჯანს ბუნებრივად მოიცავს, სომხეთის და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ერთადერთი არის აზერბაიჯანი. ტრიპის პროექტი გულისხმობს თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, აი ამ კორიდორის კავშირის შექმნა, კორიდორის სიტყვას ეწინააღმდეგება სომხეთი თავის ტერიტორიაზე რომ არ ერქვას კორიდორი, იმიტომ რომ ფთხილობს ეს ექსტრატერიტორიული ტიპის კორიდორის შინაარსი არ კონდესო ამას, თუმცა საერთაშორისო მარშრუტი და კორიდორი, middle კორიდორი რაც არის მაგალითად, ეგ სრულიად შესაბამისობაში არის სომხეთის პრიორიტეტებთან. და აქ რა დღის წესრიგი ჩნდება, შეერთებულმა შტატებმა შეძლეს ურთიერთობის დაბალანსება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, ამავდროულად აი ამ ახალი მარშრუტის გახსნის მეშვეობით შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, შედიან ცენტრალურ აზიაში. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ იყო გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრა თეთრსახში, სადაც ვაშინგტონის ინიციატივით ტრამპმა მიიღო ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერი და მათთან დადო სპეციალური სტრატეგიული შეთანხმებები, რომელიც კონკრეტულად ჩანაწერი გულისხმობს, რომ ტრიპის მეშვეობით და არა საქართველოს მეშვეობით და ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ ამას, რატომ არა საქართველოს მეშვეობით, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ბუნებრივად გვაინტერესებს, რომ საქართველო იყოს პირველადი მარშრუტი აი ამ რეგიონში ლოგისტიკის და ამაზე უნდა ვისაუბროთ რატომ, მაგრამ ტრიპი იყო ჩაწერილი, ანუ რეალურად სომხეთის პროექტი იყო ჩაწერილი ამ ინიციატივაში. გარდა ამისა, მანამდე რამდენიმე კვირით ადრე ევროკავშირმა წარადგინა მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს Global Gateway პროგრამას. ეს არის ევროკავშირის და ცენტრალური აზიის თანამშრომლობის გეგმა, რომელიც ასევე მოიცავს ლოგისტიკური კავშირების ჩამოყალიბებას
და იქაც ნახსენებია სომხეთის ტერიტორია და სომხეთის გავლით უნდა მოხდეს ეს ლოგისტიკური კავშირები. იქაც არ არის ნახსენები რეალურად საქართველოს. ეს უკავშირდება იმას, რაც მე ჩემი შეფასება მოგეცით და თავს არ გახვევთ ჩემ შეფასებას, უკვე დავინახე რომ ამ მარხზე არის და ჩვენ საზოგადოებაში შესაბამისად არის სხვადასხვა შეფასებები და მოსაზრებები, მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, რომ ეს უკავშირდება იმას, რომ ნდობა შეერთებულ შტატებში, საქართველოს მოქმედი და ბრიუსელშიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ არის მნიშვნელოვნად შემცირებული ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილების ფონზე, რიტორიკის ფონზე და მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიზანმიმართული შეჩერების და ანტიდემოკრატიული კანონების და ინიციატივების წარმოების ფონზე, რამაც გამოიწვია უნდობლობა ჩემი აზრით ვაშინგტონში და ბრიუსელში და სწორედ ამიტომ დღეს მთავარი ფსონი მათ მიერ კეთდება სომხეთზე, რომელიც ფაშინიანის ხელისუფლების პირობებში მათთვის გაცილებით უფრო განჭვრეტადი და გასაგები და გარკვეულწილად მისაღებიც არის. ამ ფორმატის ფარგლებშივე სომხეთის და აზერბაიჯანთან ერთად, სადაც ასევე ძალიან საინტერესოა, ჩვენ თქვენთან ერთად საუბრობდით აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვაზე, ამ ფონზე და აზერბაიჯანს გააჩნია თურქეთთან სტრატეგიული ყოველმხრივი პარტნიორობა, აზერბაიჯანი დაცულია ცხადია რუსეთისგან ქმედებებისგან, იმიტომ რომ არის თურქეთი. ცენტრალური აზია ჩვენ თქვენთან ერთად ამ არხზე უკვე ჩავატარეთ ანალიზი და პრეზიდენტ ალიევის ციტატები მოგიყვანეთ, რომ წვრთნების ჩატარება უნდა აზერბაიჯანში და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყანა ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცენტრალურ აზიაში არის რამდენიმე გავლენის ძალა, ერთი მხრივ ეს არის ჩინური გავლენა, მეორე მხრივ არის რუსული გავლენა და ეს არის თურქული გავლენა და შეერთებული შტატების გავლენა გარკვეულწილად თურქულ გავლენას ეფუძნება ნაწილობრივ. აგიხსნით რატო ნაწილობრივ? იმიტომ რომ ერთი მხრივ შეერთებულ შტატებს კი უნდა თურქეთის მეშვეობით ეს თურქული ქვეყნები გამოსტაცოს ამერიკას და უკაცრავად რუსეთს და ჩინეთს, მაგრამ არის მეორე საფრთხე. ამ თურქულმა კავშირმა შეიძლება თავის დროზე ანტიამერიკული პოლიტიკა შეერჩიოს, ანუ წავიდეს ანტიამერიკული გეზით. სწორედ ამიტომ მთავარი საკვანძო როლი არ გააჩნია სომხეთს, ჩამკეტს ამ ლოგისტიკის, ესე იგი, და მაკონტროლირებელ რგოლს ამ ლოგისტიკის, კერძოდ რაც სომხეთის გავლით ჩამოყალიბდება, მაგრამ იგივე როლი აქვს საქართველოს. და საქართველოს უნდა ყოფილიყო ამის მაკონტროლირებელი ამერიკასთან ერთად. თუმცა რადგანაც ახლა საქართველოს ამერიკას გასცილდა და მას მტრად ან მეტოქეთ მიიჩნევს იმ რიტორიკის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, მათ შორის იცით და აღარ გავიმეორებ ამ რიტორიკას, იგივე ბრიუსელის მიმართულებით, პრაქტიკულად საქართველოს უფრო ჩამკეტი გახდა რეგიონის მოსკოვის გავლენის სფეროში. და ამას კიდევ ერთხელ აღვსტი ღიად. აზერბაიჯანი იყო, რომელმაც სტატიები დაწერა პირდაპირ და თქვა, რომ საქართველოს ხელოვნურად ეკონომიკურ პრობლემებს გვიქმნისო დიდი ხანია და ამაზე მისაუბრია მედიაშიც, ინტერვიუებშიც, რომელიც აი ამავე გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. და ზუსტად იგივე ტიპის გზავნილებს აკეთებდა სომხეთი, მათ შორის ტრანზიტზე ეკონომიკური, იქნება ეს გაზი, ყვავილები, თამბაქო, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. აზერბაიჯანსაც იგივენაირად. ანუ გარკვეულწილად ორივე ქვეყანაში ახლა სომხეთ აზერბაიჯანში მოიაზრება, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მოქმედებს რეგიონში. და ამაზე მათ შორის მეტყველებს ის, რომ ორივე ქვეყანამ, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ღიად თქვეს, რომ ჩქარა უნდა აღვადგინოთ პირდაპირ რკინიგზის კავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმისთვის რომ გვერდი აუარონ საქართველოს. სამწუხარო არის, მაგრამ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. მე ამ პოლიტიკას არ ვიზიარებ, რო ვიზიარებდე, ბუნებრივად ვიქნებოდი მათი ან მხარდაჭერი, ან გარკვეულწილად გუნდის რაიმე ფორმატში, ანუ ხელისუფლების რაიმენაირად ასოცირებული ვიქნებოდი ხელისუფლებასთან. მე ალტერნატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგ ვუჭერთ მხარს, კერძოდ გეტყვით, რომ კონკრეტულად წარმოვადგენ ინიციატივას, ჯერ საქართველოს შეგიძლიათ Facebook-ზე იპოვოთ ეს ინიციატივა და ნახოთ საკმაოდ გამოცდილ ყოფილ სამხედროებთან
დაზვერვის მიმართულების სპეციალისტებთან და საგარეო მიმართულების სპეციალისტებთან, ეკონომისტებთან ერთად გვაქვს ასეთი გუნდი, მათ შორის გუნდის ნაწილი არის როგორც ცნობილი ესე იგი პოლიტიკური მოღვაწე ვიქტორ ყიფიანი, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი მეთაური შალვა ლომიძე, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური ვახტანგ კაპანაძე და სხვა ძალიან ბევრი ასევე ცნობილი და ძალიან პროფესიული კადრი, ბევრი მიმართულებით, მათ შორის დიპლომატიის, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების პოლიტიკის და ასე შემდეგ. კეთილი, ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ და ეხლა დავასრულოთ ის, რაზეც საუბრობდით, რომ ბუნებრივად სოლოვიოვი ამ მიმართულებით ეხლა შეწუხებულია, რადგანაც ეს გავლენის სფეროდან ეს ზონა გადის და სომხეთიდან მკვეთრი შეფასებები გაკეთდა კაცრი ამ მიმართულებით, რადგანაც სომხეთი თავს აღარ მოიაზრებს რუსეთის გავლენის სფეროდ, ამ მიმართულებით კეთდება ნაბიჯები, რუსეთის სასაზღვრო ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყვანილია და ამის ფონზე ამ გზავნილი სოლოვიოვი საუბარია მთლიანად გაყვანაზე, რუსეთის ბაზების საკითხიც დგას დღის წესრიგში. ისედაც ძალიან მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსეთის ჯარების ყოფნა სომხეთში უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ ეხლა დგას დღის წესრიგში ეს საკითხი. პარალელურად რუსული მედიის აკრძალვის საკითხიც არის დღის წესრიგში და ცენტრალური აზიიდან მათ შორის გზავნილები უფრო აგრესიულიც გაკეთდა, კერძოდ მინიშნებები გააკეთეს, როგორც აზერბაიჯანიც აკეთებს, რომ რუსეთში ბევრი თურქი და მუსლიმი ცხოვრობს და ეს შეიძლება რუსეთისთვის ცუდად დასრულდესო და ამავდროულად ამავე კონტექსტში, რაც მინდა აღვნიშნო თქვენთან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უკავშირდება სწორედ იმას, რომ ეს ზრდის თურქეთთან თანამშრომლობის პერსპექტივას, ზრდის თურქული ამ სახელმწიფოების კოორდინაციის შესაძლებლობას და მეცაც გეტყვით, აზერბაიჯანში აი ამ წვრთნების საკითხს, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილეთ, უფრო მეტი ალბათობაა, რომ შეუერთდებიან, იმიტომ რომ საფრთხეები იზრდება ამ ქვეყნების მიმართ. ანუ ჩვენ გარკვეულწილად ვხედავთ ახლა თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ერთობლივ მოქმედებას. საქართველო ამ პროცესში რეალურად არ არის ჩართული ამ ქვეყნებთან ერთად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთისგან მაინც საფრთხეები არ ისმის, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო მათ მიაჩნიათ მათ გავლენის სფეროდ. ძალიან ნათელი ეს ჩემი შეფასება არ არის. ნახეთ, სოლოვიოვი ამბობს, არ უნდა დავუშვათ აი ამ ქვეყნების გასვლა ჩვენი გავლენის სფეროდან. საქართველო რომ ნახსენები არ არის, არის ორი ვარიანტი. ან უკვე გასული ვართ მათი გავლენის სფეროდან და აღარც აქვთ იმედი ჩვენი დაბრუნების, რაც თქო წარმოუდგენელი რაღაცა არის და ამიტომ არაფერს ამბობენ, იმდენად ძლიერი ვართ, იმდენად ძლიერი ჯარი გვაქვს მაგალითად, რაც სამწუხაროდ ასე არ არის და ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ ეს არ გააკეთა, რომ გაეკეთებინათ, კარგად შევაფასებდი პოზიტიურად მაგალითად, მაგრამ მეორე მხარე არის ამას. ესე იგი ჩვენ ვართ მათი გავლენის სფერო და არც ვცდილობთ ამ გავლენის სფეროდან გასვლა. როგორც ამას ცდილობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ვისაც ემუქრება რუსეთი და უკრაინას ემუქრება კი არა და უკვე ომს აწარმოებს 4 წელია. მოლდოვას მიმართულებით რა ხდება? გუშინ გავაკეთეთ თქვენთან ერთად ანალიზი დნესტრისპირეთის მიმართულებით. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად კიდევ უფრო კარგად დავინახოთ რეგიონში ჩამოყალიბებული ვითარება და გეოპოლიტიკური სურათი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.